გეუბნებოდნენ, რომ ეს ნიჭია. ის თუ როგორ შედიხარ ოთახში და გრძნობ თითოეული ადამიანის ტემპერატურას, სანამ ერთ სიტყვასაც კი იტყვიან. ის თუ როგორ იწო უცხო ადამიანის სევდას, თითქოს სანაპიროზე მოახლოებული შტორმი იყოს. ის თუ როგორ იცის ზუსტად, ყოველგვარი თხოვნის გარეშე, რა სჭირდება ადამიანს და პირდაპირ ხელებში აჩეჩებ მას მანამ, სანამ წინადადებას დაასრულებს. არის კი ეს ნიჭი. კარლ იუნგი ამას გაცილებით ცივ სახელს დაარქმევდა. ღია ჭრილობა, რომლითაც სამყარომ ჩუმად გვება ისწავლა. იმიტომ რომ არსებობს ადამიანთა კონკრეტული ტიპი, რომელიც გრძნობს ყველაფერს, გასცემს ყველაფერს და საბოლოოდ ხელში არაფერი რჩება. და არსებობს ის, თუ რად იქცევა ეს ადამიანი იმ წამს, როცა ამ ყველაფერს წყვეტს. არა იმ წამს, როცა ბოროტდება, არა იმ წამს, როცა ქვად იქცევა, არამედ იმ წამს, როცა ის უბრალოდ წყვეტს სისხლდენას. ეს მეორე ადამიანი თითქმის შეუძლებელია გააკონტროლო. და ამ ვიდეოს ბოლოს მიხვდები, რატომ არავის უნდოდა, რომ მას ოდესმე შეხვედროდი. ადამიანების უმეტესობას, როცა ესმის ფრაზა ემპათი, რომელმაც ზრუნვა შეწყვიტა, თვალწინ წარმოუდგება ადამიანი, რომელმაც სითბოს ჩამთველი გამორთო, ვიღაც ვინც გაცივდა, დაპატარავდა და გაბოროტდა. ეს სურათი მცდარია და ხალხს, ვინც ამ სურათის გამუდმებით მოკიდვას ცდილობს, ერთი სიტყვაც კი არ წაუკითხავს იმ კაცისგან, ვისმა იდეებმაც ეს მთელი საუბარი ააშენა. იუნგს არასდროს გამოუყენებია სიტყვა ემპათი. მას რაღაც ბევრად უფრო ზუსტი სიტყვა ჰქონდა შერჩეული. 1921 წელს ფსიქოლოგიური ტიპების კვლევისას მან აღწერა ადამიანები, რომელთა დომინანტური ფუნქცია იყო გრძნობა და ის არ გულისხმობდა ემოციას, არამედ გრძნობას, როგორც სამყაროს განსჯის მეთოდს. მექანიზმს, რომელიც ყოველ სიტუაციას იმის მიხედვით წონის, თუ რას უშვება ის მასში მყოფ ცოცხალ არსებებს. ამ ადამიანებისთვის სხვების შინაგანი სამყარო არ არის ფონური ხმაური, რომელსაც შეგიძლია უბრალოდ გაუთიშო. ეს არის ყველაზე ხმამაღალი სიგნალი ოთახში. ეს მგრძნობელობას გავს, მაგრამ იუნგმა მის უკან დამალული მახე დაინახა. მან ანთროპოლოგ ლუსიენ ლევი-ბრიულისგან ისესხა ფრაზა participation mystic, ანუ მისტიკური თანამონაწილეობა. მდგომარეობა, სადაც არ არსებობს მკაფიო ზღვარი შენსა და იმას შორის, რასაც გრძნობ, სადაც შენი განწყობა და მათი განწყობა ერთიან კლიმატურ სისტემაში დნება და კარგა უნარს გაარჩიო, რომელიც შტორმი დაიწყო შენში და რომელი უბრალოდ გადმოგედა მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი ადამიანისგან. ეს არის ემპათის ნამდვილი მდგომარეობა. არა ის, რომ ისინი ზედმეტად ბევრს გრძნობენ, არამედ ის, რომ მათ არ შეუძლიათ გაარჩიონ, ვისია ეს გრძნობა და შენ ვერ დაიცავ იმას, რისი საზღვრებიც არ იცი სად გადის. ერთი წამით დაფიქრდი ამაზე. ის გამოფიტვა, რასაც აქამდე ემპათიას ეძახდი, შეიძლება საერთოდ არ იყოს ემპათია. ეს შეიძლება იყოს საზღვრების არარსებობა, რომელიც სათნოებად არის შენიღბული. ჩვენს კულტურაში სამყაროს ძალიან ლამაზი და საამაყო სახელები აქვს უსაზღვრო ადამიანებისთვის. მათ ეძახიან ჯიგრებს, გულუხვებს, თავდადებულებს, კეთილებს, მათ ეძახიან ძლიერებს, იმ საყრდენებს, რომლებთანაც ყველა გარბის, როცა ფეხქვეშ მიწა ეცლებათ. მაგრამ თითოეული ეს სიტყვა საბმელია და თითოეული მათგანი ყელზე თბილი ღიმილითა და მადლობით შემოგახვიეს. სანამ მივყვებით იმას, თუ როგორ იკვრება ეს საბმელი და ზუსტად სად შეიძლება მისი გადაჭრა, 30 წამით უნდა შევჩერდე. ჩვენ ცხოვრობთ პასიური მომხმარებლების სამყაროში. ადამიანები იღებენ ყველაფერს, მაგრამ არაფერში შეაქვთ წვლილი. მე არ ვქვნი კონტენტს ამ მასებისთვის, მე ვაშენებ არქიტექტურას მათთვის, ვინც მზად არის გამოფხიზლდეს. მე არ მალავ ვიდეოებს, ფარულ კურსებსა თუ ექსკლუზიურ მასალებს ფასიანი კედლის მიღმა პატრიონზე. ჩემი მიზანია ყველაფერი, რასაც ვქვნი, სრულად და ღია დიდოს აქ. მაგრამ ძალაუფლება და პატივისცემა ყოველთვის ორმხრივ გაცვლას ეფუძნება. თუ ეს არხი შენს რეალობას ცვლის, მხარი დამიჭირე პატრიონზე. ეს არ არის უბრალოდ არხის დახმარება. ეს არის სუფთა ალიანსი და ინვესტიცია იმ ეკოსისტემაში, რომელიც გაძლიერებს. ლინკი აღწერაშია. ეხლა კი დაუბრუნდეთ ჭრილობას. თავი პირველი. მემბრანა, რომელიც არასდროს ჩამოყალიბდა. მემბრანა არის ის, რაც წყვეტს, რა შემოუშვას შენში. შენს განს აქვს მემბრანა. ის შენს უჯრედებსაც აქვთ. დედამიწაზე არსებული ყველა ჯანსაღი ცოცხალი სისტემა განისაზღვრება არა იმით, რას შეიცავს, არამედ იმით, რის შემოშვებაზე ამბობს უარს. ემპათი ამ ფილტრის გარეშე დაიბადა ერთ კონკრეტულ არხზე.
სხვა ადამიანების ემოციური მდგომარეობები პირდაპირ გაუფილტრავად გადის მასში, თითქოს მისი საკუთარი იყოს. დააგვირდით ბავშვს, როცა ამას აკეთებს და ეს მაგიას გავს. 2 წლის ბავშვს, რომელსაც ტირილი უვარდება იმ წამს, როცა ოთახის მეორე ბოლოში სხვა ბავშვი ატირდება, თანაგზნობა ჯერ არ უსწავლია. მან უბრალოდ ვერ შეძლო ზღვარის გავლება საკუთარ თავსა და სხვას შორის. ფსიქოლოგები ამას ემოციურ კონტაგიას, ანუ გადამდებლობას უწოდებენ და ჩვენ ყველა აქედან ვიწყებთ. ადამიანების უმეტესობა მის გარშემო კედელს აშენებს, ზოგიერთი ვერასდროს. კედელი რჩება თხელი ან საერთოდ არ მყარდება და ისინი ზრდასრულობაში შედიან როგორც სრულად ჩამოყალიბებული ადამიანები, რომლებიც ყველა მხრიდან ემოციურად ფოროვანები არიან. და აი ის ნაწილი, რასაც ემპათს არავინ ეუბნება. ეს ფოროვანობა პირად სივრცეში არ რჩება. ის იქცევა ფუნქციად, რომელსაც გარშემო მყოფებისთვის ასრულებ. იუნგს ამისთვის სასტიკი კონცეფცია ჰქონდა, პროექცია. მან შენიშნა, რომ რისი მიღებაც და საკუთარ თავში განცდაც ადამიანს არ სურს, მას გაუცნობიერებლად აპროეცირებს სამყაროზე და შემდეგ ეჯახება მას ისე, თითქოს ვიღაცა სხვას ეკუთვნოდეს. და ემპათი ამის ძალიან სპეციფიკურ ვერსიას თამაშობს. ისინი იღებენ საკუთარ დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებს, ნუგეშს, რომელსაც ესწრაფვიან, გადარჩენას, რომელიც ასე სასუცარკვეთილად სჭირდებათ, სინაზეს, რომელიც მათთვის არავის შეუთავაზებია და იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის მოითხოვონ, მიდიან და პოულობენ ვინმეს, ვისაც სჭირდება ნუგეში, გადარჩენა და ჩახუტება. შემდეგ კი ამ ყველაფერს გარეთ, მათზე ღვრიან. ისინი არ არიან უანგაროები, ისინი საკუთარ თავს სხვის იტყვებარენ. ეს არის პირველი რამ, რაც ძლიერ ემპათს ესმის და რაც გამოფიტულ ემპათს არ ესმის. როდესაც არ შეგიძლია საკუთარი მოთხოვნილების ატანა, მთელ ცხოვრებას გაატარებ იმ ეიფორიის დევნაში, რომელსაც სხვისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება გაძლევს. შენ ამას სიკეთეს დაარქმევ, თავს კეთილშობილად იგრძნობ. და ვერც კი შეამჩნევ, რომ შენი შიმშილი არასდროს მაყოფილდება, რადგან საჭმელს გამუდმებით უცხო ადამიანს აწვდი. დაფიქრდი ბოლო შემთხვევაზე, როცა ზედმეტად ბევრი გაეცი, მართლა ზედმეტად. ყოველგვარი გონიურული ვალდებულების მიღმა, ადამიანისთვის, რომელსაც ეს შენთვის არც კი უთხოვია. მაგალითად, ქართულ რეალობაში, როცა საკუთარი საქმე გადადე და ნათესავის ან მეზობლის პრობლემების მოგვარებას შეალია მთელი დღე. ახლა კითხე საკუთარ თავს უფრო რთული რამ. რა იყო ის, რაც ზუსტად იმ წამს შენ გჭირდებოდა, მაგრამ ვერაფრით გაბედე მისი თხოვნა და ამიტომ სანაცვლოდ ის სხვას მიეცი. ის სიჩუმე, რომელიც ამ კითხვის შემდეგ მოდის, არის ჭრილობა, რომელიც საუბრობს. მაშასე, გვაქვს სისტემა ფილტრის გარეშე, რომელიც საკუთარ გაუცხოვებელ მოთხოვნილებებს გარეთ აპროეცირებს და ამას სათნოებას არქმევს. რა ხდება მაშინ, როცა სამყარო იგებს, რომ ეს სისტემა არსებობს? მას იღებენ და იყენებენ როგორც რესურსს. 1993 წელს ბერკლის სოციოლოგმა არლი ჰოქშილდმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელიც სავალდებულო საკითხავი უნდა იყოს ყველასთვის, ვისთვისაც ოდესმე უთქვამთ, რომ ადამიანებთან კარგი ურთიერთობა გამოსდის. მან შეისწავლა ბორტგანცილებლები, კონკრეტულად კი ქალები, რომლებიც Delta Airlines-მა გაწვრთნა, რათა მართონ არა მხოლოდ მგზავრები, არამედ საკუთარი სახეები, ხმები და შინაგანი მდგომარეობა გადაბმულად 8 საათის განმავლობაში. გაიღიმე, როცა გამოფიტული ხარ, დარჩი თბილი, როცა მგზავრი გიკვირის. ასხივებდე სიმშვიდეს შიშით სავსე სალონში. ჰოქშილდმა ამას დაარქვა სახელი, რომელიც მას შემდეგ ჩუმად აღწერს მილიონობით ადამიანის ცხოვრებას. ემოციური შრომა, ანუ emotional labor. საკუთარ თავში გრძნობის გამომუშავების შრომა, იმიტომ რომ ამას სიტუაცია, ადამიანი ან ხელფასი ითხოვს. და მან აღმოაჩინა რაღაც, რამაც ყველა ემპათი უნდა გააშეშოს. მან ეს შრომა 2 ტიპად თაყო. ზედაპირული თამაში, ანუ surface acting, სადაც გრძნობას აყალბებ, ღიმილს იკრავ და აცნობიერებ, რომ ეს პერფორმანსია. და სიღრმისეული თამაში, ანუ deep acting, სადაც რეალურად იწვევ გულწრფელ ემოციას, არწმუნებ საკუთარ თავს, რომ მართლა გრძნობს სითბოს, მოთმინებას და მზრუნველობას, სანამ პერფორმანსსა და სიმართლეს შორის ზღვარი არ გაქრება. ზედაპირული თამაში დამღლელია, მაგრამ სიღრმისეული თამაში არის ის, რაც ნამდვილ ზიანს გაყენებს. რადგან ადამიანი, რომელიც სიღრმისეულად თამაშობს, კარგავს აღქმას იმისა, თუ სად მთავრდება ნამდვილი მე და სად იწყება როლი. თავი მეორე. ემპათი ადამიანური ურთიერთობების სიღრმისეული მსახიობია. ის არ აყალბებს მზრუნველობას.
ის გულწრფელად გამოიმუშავებს მას მოთხოვნისთანავე ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება, სანამ საერთოდ აღარ ეცოდინება მისი გრძნობებიდან რომელია საკუთარი და რომელი გამოიძახეს სხვის მოსამსახურებლად. ჰოქშილდმა აღმოაჩინა, რომ ბორტგამცილებლები, რომლებიც ყველაზე დიდხანს იყვნენ ჩართულები სიღრმისეულ თამაშში, კონკრეტულ ზიანს აფიქსირებდნენ. მათ აღარ შეეძლოთ საკუთარი ემოციების განცდა თავისუფალ დროს. მექანიზმი იმდენ ხანს მუშაობდა სხვებისთვის, რომ შეწყვიტა მათზე რეაგირება. სახლში ბრუნდებოდნენ და ვერაფერს გრძნობდნენ, რადგან გრძნობა სამსახურად იქცა, სამსახურმა კი ის შეჭამა. ბორტგამცილებელს მაინც შეეძლო საათის გაჩელება. მას ჰქონდა ცვლა, რომელიც მთავრდებოდა, უნიფორმა, რომელსაც იხდიდა და საკუთარი თავი, რომელშიც პარკინგზე გასვლისას ბრუნდებოდა. ემპათი საათს არასდროს აჩერებს. არ არსებობს უნიფორმა, რომელსაც გაიხდის, როცა სალონი არის ყველა ოთახი, სადაც კი ოდესმე შესულა და მგზავრი არის ყველა, ვინც კი ოდესმე ხვარებია. შრომა აუნაზღაურებელია, უსახელოა და არასდროს სრულდება და მან ისიც კი არ იცის, რომ მუშაობს. ეს არის რესურსის მოპოვება და გარკვეულ ადამიანებს ამის სუნის შეგრძნება ოთახის მეორე ბოლოდანაც კი შეუძლიათ. მოკლედ ვიტყვი, რადგან ეს ის ნაწილია, რომელზე საუბარიც ისედაც ყველას უყვარს. არსებობს მიზეზი, რატომაც ემპათები და კონკრეტული ტიპის მომხმარებლები პოულობენ ერთმანეთს ასეთი შემზარავის ანდოობით. მომხმარებელი ეძებს ვიღაცას, ვინც მის გრძნობებს მის ნაცვლად იგრძნობს, ვინც აიღებს ურთიერთობის ემოციურ სიმძიმეს, რათა თავად არასოდეს მოუწიოს ამ უნარის განვითარება. ემპათი კი ეძებს ვიღაცას, ვისი საჭიროებაც იმდენად უძიროა, რომ გაამართლოს ემპათის დაუსრულებელი გაცემა. ისინი ერგებიან ერთმანეთს როგორც კლიტე და მისთვის გამოთვლილი გასაღები. ერთი ცლის, მეორე იცლება და ორივე ამას სიყვარულს არქმევს. მაგრამ მომხმარებელზე ფოკუსირება მთავარ სიმართლეს გვაშორებს და სწორედ ეგ მთავარი სიმართლეა სახიფათო. შენ იმიტომ არ აგირჩიეს, რომ სუსტი ხარ. შენ აგირჩიეს იმიტომ, რომ გამოსადეგი ხარ. აქ უზარმაზარი სხვაობაა და ეს სხვაობაა შენი ძალაუფლების მთავარი ღერძი. იმიტომ რომ რესურსი, რომელიც იგებს რომ მას მოიპოვებენ, სრულიად სხვანაირად იქცევა ვიდრე ის, ვინც ეს არ იცის. ახლა წარმოიდგინეთ ემპათი, ფილტრის გარეშე, რომელიც საკუთარ დამარხულ მოთხოვნილებებს გარეთ აპროეცირებს და ასრულებს გულწრფელ, დამღლელ, სიღრმისეულ მზრუნველობას სამყაროსთვის, რომელმაც ისწავლა მისი გამოძვრორვა. რამდენ ხანს შეუძლია ასეთ სისტემას მუშაობა, სანამ ჩამოიშლება? ამას აქვს პასუხი, აქვს სახელი და სწორედ ეს სახელი არის ამ ყველაფრის გარდამტეხი წერტილი. დღე, როცა ზრუნვა მთავრდება. 1995 წელს ტრავმის მკვლევარმა ჩარლზ ფიგლიმ აღწერა კოლაფსი, რომელსაც ის წლების განმავლობაში აკვირდებოდა ექთნებში, თერაპევტებსა და გადაუდებელი დახმარების მუშაკებში, ადამიანებში, ვისი მთელი პროფესიაც ანჯულებთან ერთად გრძნობაა. მან ამას თანაგრძნობისგან გამოფიტვა, ანუ compassion fatigue უწოდა და ფრთხილად გამიჯნა ის ჩვეულებრივი გადაწვისგან. გადათვა მოდის ზედმეტი შრომისგან. თანაგრძნობისგან გამოფიტვა მოდის ზედმეტი გრძნობისგან. ეს არის გულის სპეციფიკური გამოფიტვა, რომელმაც შთანთქა უფრო მეტი ტკივილი, ვიდრე მისი ბიოლოგიური ტევადობა უშვებდა. სიმპტომები შემზარავია, დაბუჟება, მოულოდნელი საშიში უუნარობა იზრუნო ზუსტად იმ ადამიანებზე, ვისზე ზრუნვასაც მთელი ცხოვრება მიუძღვენი. გაღიზიანება იქ, სადაც ადრე მოთმინება იყო. ინდიფერენტულობა, სიკვდილის შეგრძნება, ჩუმის საშინელება საკუთარი სიცივის გამო. და აი აქ უშვებს თითქმის ყველა კატასტროფულ შეცდომას. ემპათს, რომელიც თანაგრძნობისგან გამოფიტვას აღწევს, ჰგონია რომ მარცხი განიცადა. მას ჯერა რომ დაბუჟება მორალური დეფექტია, რომ ნიჭი დაბნელდა, რომ იქცა იმ ცივ უგულო ადამიანად, რომლის არსებობისაც მის შიგნით ყოველთვის ეშინოდა. ის პანიკაში ვარდება. ცდილობს გრძნობა ძალით დააბრუნოს. აწვება ბერკეტს, ხურის უფრო მეც. გასცემს მაშინ, როცა უკვე ცარიელია, რადგან ერთადერთი იდენტობა, რაც ოდესმე ქონია, არის ის, ვინც გრძნობს ყველაფერს და იხსნის ყველას. ისინი არასწორად კითხულობენ თავიანთი ფსიქოლოგიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს. დაბუჟება არ არის მარცხი. ეს არის შენი სხეული, რომელიც ბოლოს და ბოლოს ამონტაჟებს იმ მემბრანას, რომელიც ბავშვობაში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ეს არის შენი ნერვული სისტემა, რომელიც ძალით აკეთებს იმას, რის არჩევაზეც შენი გონება არასდროს იყო თანახმა. ეს არ არის შენი ემპათიის სიკვდილი, არამედ პირველი საზღვარი, რომელიც ოდესმე რეალურად ქონია.
ადამიანების უმეტესობის გაგება პანიკასთან ჩერდება. ისინი ვერასდროს ხედავენ რა არის მის მეორე მხარეს. მის მეორე მხარეს რომ დაინახო, უნდა გაიგო განმასხვავებელი ზღვარი, რომელიც იმდენად ზუსტია, რომ თანამედროვე ნეირომეცნიერებამ ის სრულად 2000-იან წლებამდე ვერც რუკაზე ვერ დაიტანა და ეს ანგრევს მთელ პრემისას, რომ თითქოს ნაკლები ზრუნვა გაქცევს უარეს ადამიანად. ორმა მკვლევარმა, ტანია სინგერმა და ოლგა კლიმეცკიმ, მაქს პლანკის ინსტიტუტიდან ადამიანები ტვინის სკანერებში მოათავსეს და სხვების ტანჯვა აჩვენეს. მათ აღმოაჩინეს, რომ პასუხად ორი სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო შესაძლებელი, რომლებიც სრულიად განსხვავებულ ნერვულ წრედებზე მუშაობდა. პირველს მათ ემპათიური დისტრესი, ანუ empathic distress უწოდეს. ეს ემპათის მშობლიური მდგომარეობაა. შენ გძნობ სხვის ტკივილს, როგორც საკუთარს. სკანერი ანთებს რეგიონებს, რომლებიც დაკავშირებულია შენს პირად ფიზიკურ ტანჯვასთან. გტკივა, რადგან მათ ტკივათ. სინგერმა აღმოაჩინა, რომ ეს მდგომარეობა თუ ის ხანგრძლივია, პირდაპირ მიდის უკან დახევისკენ, გამოფიტვისა და გაქცევის სურვილისკენ. ის წვავს ადამიანს და სასტიკად ხშირად უჩენს სურვილს გაექცეს ზუსტად იმ ტანჯვას, რომლის დახმარებასაც ცდილობს. მეორე მდგომარეობას მათ თანაგრძნობა, ანუ compassion უწოდეს. და აი აღმოჩენა, რომელმაც შენში რაღაცები თავიდან უნდა დაალაგოს. თანაგრძნობა საერთოდ არ მუშაობს ტკივილის წრედზე. როდესაც მკვლევარებმა გაწურთნეს ადამიანები, განეცადათ თანაგრძნობა, სითბო და მზრუნველობა ტანჯულის მიმართ ისე, რომ მათ ტკივილში არ შერწყმულიყვნენ. სრულიად სხვა რეგიონები აინდო. ქსელები, რომლებიც დაკავშირებულია ჯილდოსთან, მიკუთვნებულობასთან, სიყვარულთან, თანამგრძნობი ადამიანი გრძნობდა სითბოს და დახმარების სურვილს და ეს მათ ავსებდა, ნაცვლად გამოშრობისა. ეს მათ უფრო ქმედუნარიანს ხდიდა და არანაკლებად. ეს არის მთელი საიდუმლო. ემპათი ინგრევა იმიტომ, რომ ის მუშაობს სუფთა ემპათიურ დისტრესზე. იხჩობა ყველას ტკივილში ყოველგვარი განცალკევებისა და მემბრანის გარეშე. ის, რაც გადაქცევისაც ასე ეშინია, უფრო ცივი მდგომარეობა, რომელსაც თანაგრძნობისგან გამოფიტვისას აღწევს, არ არის მისი მზრუნველობის სიკვდილი. ეს არის კარიბჭე მეორე წრედისკენ, მდგრადი, ძლიერი წრედისკენ, სადაც შეგიძლია უყურო ტანჯვას ისე, რომ შენ აშთან გთქოს და აერჩიო დახმარება სიძლიერიდან და არა კომპულსიიდან გამომდინარე. ზრუნვის შეწყვეტა ყოველთვის მცდარი ფრაზა იყო. ზუსტი ფრაზაა: შეწყვიტე შერწყმა. შეწყვიტე ყველაში სისხლდენა. შეწყვიტე სხვისი შტორმების შენს კლიმატად ქცევა. ის, რაც გარედან გამოიყურება როგორც ემპათი, რომელიც გაცივდა, შიგნიდან არის ემპათი, რომელმაც ბოლოს და ბოლოს გამოყო საკუთარი თავი ყველას ტკივილისგან და აღმოაჩინა, რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში ცალკეული, დამოუკიდებელი ადამიანი იყო. იუნგს ამ განცალკევებისთვის სიტყვა ჰქონდა და ეს იყო მისი მთელი ცხოვრების ცენტრალური პროექტი. მან ამას ინდივიდუაცია უწოდა. ნელი, ხშირად სასტიკი პროცესი იმ სპეციფიკურ, საზღვრებიან, განუყოფელ მედქცევისა, რაც რეალურად ხარ, ყველას მოლოდინებისა და ყველას ტკივილის ბუნდოვანი ნაზავის ნაცვლად. და ის მკაფიოდ ამბობდა, რომ ეს სინაზით არ ხდება. ეს ხდება დაშვების გზით. პირველი, რასაც ეს დაშვებული ემპათი უნდა შეხვდეს, არის ჩრდილი. იუნგის სახელი ყველაფრისთვის, რაზეც უარი თქვი რომ ყოფილიყავი. ემპათის ჩრდილი კი უჩვეულოდ სპეციფიკურია. ეს არის ბრაზი, რომელიც გადაყლაპე, რათა კონფლიქტი აგერიდებინა. ის არა, რომელიც ვერასდროს უთხარი ოჯახის წევრს. ის ჯანსაღი ეგოიზმი, რომელიც გასწავლეს, რომ ყველაზე დიდი ცოდვაა. ვინმეს იმედგაცრუების უნარი და ამის გადატანა. ცივი, ნათელი უნარი. შეხედო ადამიანს ტკივილში და სრული გრძნობით გადაწყვიტო, რომ არ მისცე საკუთარ თავს დაცვის უფლება მხოლოდ იმისთვის, რომ ის ადამიანი გაათბო. ემპათმა მთელი ცხოვრება გაატარა ამ ყველაფრის განდევნაში, რათა კარგი დარჩენილიყო. ადამიანი, რომელსაც მხოლოდ კეთილად ყოფნა შეუძლია, თავის სისასტიკეზე კი არ ამაღლებულა, მან უბრალოდ დამარხა ის იქ, სადაც ვეღარ მართავს. და დამარხული რამ დამარხული არ რჩება. ის ჟონავს გვერდებიდან როგორც წყენა, როგორც მოწამეობა, როგორც იმ ყველაფრის ჩუმი, შხამიანი ანგარის სწორება, რაც გაეცი და რისთვისაც მადლობა არასდროს მიგირია. იცი ეს გრძნობა, გამოფიტვა, რომელიც იქცევა დაბალ ცეცხლზე მოთუხთუხე სიმწარედ ზუსტად იმ ადამიანების მიმართ, ვის დახმარებასაც აგრძელებ. ეს შენი სიკეთის ხარვეზი არ არის. ეს შენი ჩრდილია, რომელიც იატაკის ფიცრებიდან კვირის და გეუბნება, რომ ის არასდროს ყოფილა ინტეგრირებული. იყო მხოლოდ გამოკეტილი. არსებობს ძველი სახელი ზუსტად ამ ადამიანისთვის, ფსიქოლოგიაზე უფრო ძველი და იუნგს ის უყვარდა, დაჭრილი მკურნალი, ანუ
The Wounded Healer. ბერძნულ მითში კენტავრი ქირონი იყო ყველაზე დიადი მკურნალი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია და ქირონი საკუთარ ჭრილობას ატარებდა. მოწამლული ისრით დაჭრილი, უკვდავი და შესაბამისად სიკვდილის უუნარო, ის განწირული იყო ეტანჯა ისეთი ტკივილით, რომელსაც ვერ კურნავდა, მიუხედავად იმისა, რომ კურნავდა ყველას, ვინც მასთან მიდიოდა. მას შეეძლო ნებისმიერი ჭრილობის მოშუშება, გარდა საკუთარისა. ეს არის ემპათი ინდივიდუაციამდე, დახატული სრულყოფილი სისასტიკით. ის, ვინც ასხამს განკურნებას ყველაში, ვისაც კი მისწვდება, ზუსტად იმისთვის, რომ არასდროს მოუწიოს შემოbrunება და იმ ისრის პირისპირ დგომა, რომელიც მის საკუთარ ფერდშია ჩარჩობილი. ზრუნველობა რეალურია, მაგრამ ის ასევე სამალავია. ყოველი ადამიანი, ვის გადასარჩენადაც გარბი ხარ, კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც არ გიწევს მარტო ჯდომა იმასთან, რაც შენ შიგნით არასოდეს განკურნებულა. მითი მთავრდება იმით, რომ ქირონი უარს ამბობს თავის უკვდავებაზე. ის თმობს ზუსტად იმას, რაც მას ტკივილისადმი დაუსრულებელ სამსახურში ანცკვდევდა და მისი გაშვებით ის საბოლოოდ თავისუფალია. ემპათის ვერსია უფრო ჩუმია, მაგრამ ეს იგივე დანებებაა. შენ თმობ საჭიროდ ყოფნის უკვდავებას. უშვებ იდენტობას, რომელიც ამბობს, რომ შენ მხოლოდ მაშინ არსებობ, როცა გამოადგები ვინმეს, ვისაც თქივა და იმ წამს, როცა ამას აკეთებ, ჭრილობა ბოლოს და ბოლოს იხურება. ეს არის დაბრუნება. და ადამიანი, რომელიც უკან ბრუნდება, არის ის, ვისთვისაც თითქმის არავინაა მზად. ისინი ისევ გზნობენ ყველაფერს. ეს არასდროს წასულა და არ სწავა. ოთახის წაკითხვა, ყისიერი ცოდნა იმისა, რას ატარებს ადამიანი, მგზნობელობა უცხო ადამიანის თვალებს მირმარსებული ამინდის მიმართ, ყველაფერი ხელუხლებელია. მაგრამ ახლა ის მოდის კედლით. ინფორმაცია შემოდის და ჩერდება საზღვართან. და ამ საზღვრის უსაფრთხო მხარეს დგას ადამიანი, რომელიც წვეთს რა უყოს ამ ინფორმაციას. ეს გადაწყვეტილება, ეს პაუზა გზნობასა და გაცემას შორის არის მათი ახალი ძალაუფლების სრული არსი. დააგვირდი რა იცვლება. მანამდე გეგზნობინმეს ტკივილი ნიშნავდა, ვალდებული ყოფილიყავი მისით. გზნობა და გაცემა იყო ერთიანი რეფლექსი ყოველგვარი ნაპრალის გარეშე. ახლა არის ნაპრალი. ისინი გზნობენ ტკივილს და მერე ეს ის ნაწილია, რაც ხალხს აშფოთებს. ისინი ირჩევენ. მათ შეუძლიათ გაიღონ სრულად და თბილად ინჯილდოსტრადიდან, რომელიც სინგერმა რუკაზე დაიდანა, გულწრფელი თანაგზნობიდან, რომელიც მათ არ უჯდებათ არაფერი, რის დახარჯვაზეც თანხმობა არ განუცხადებიათ. ან შეუძლიათ შეიგზნონ ტკივილის სრულად, გაიგონ ის ზუსტად და უარი თქვან იმაზე, რომ რაიმე მოიმოქმედონ მის მოსაგვარებლად. ორივე სრული სიცხადით, ორივე დანაშაულის გრძნობის გარეშე. ასეთი ადამიანით მანიპულირება შეუძლებელია. მომხმარებელი, ანუ taker, რომელიც ადრე ზრუნვას მოთხოვნისთანავე იღებდა, ეძებს ძველ ბერკეტს და იქ ვეღარაფერს პოულობს. დანაშაულის გრძნობა, რომელიც ადრე მუშაობდა, აღარ ჭრის და ინტეგრირებული ემპათი კვლავ უნაკლოდ კითხულობს ადამიანებს. უბრალოდ მას აღარ აქვს ვალდებულება გადაარჩინოს ის, რასაც კითხულობს. ეს არის შენი, როგორც სრულად აწყობილი ადამიანის ტერორი. არა ის, რომ გზნობა შეწყვიტე, არამედ ის, რომ შეინარჩუნე მგზნობელობა და დაკარგე ვალდებულება. შენ გახდი ვიღაც, ვინც ოთახში მყოფ ყველა ადამიანს გამჭოლი მზერით ხედავს და არც ერთ მათგანთან არაფერი ევალება. და აი ის ნაწილი, რომლის მოსმენაც შეიძლება ყველაზე მეტად გაგიჯიოდეს. ადამიანები, რომლებიც შენს სისხლდენას ნიჩს ეძახდნენ, სისასტიკის გამო არ იტყუებოდნენ. უმეტესობას გულწრფელად უყვარდა შენი ის ვერსია, რომელიც ყველაფერს გასცემდა. რა თქმა უნდა, უყვარდათ. ის მათ ემსახურებოდა. მეგობარი, რომელიც ყოველთვის გირეკავდა, როცა იხჭებოდა და ერთხელაც არ უკითხავს, შენ როგორ იყავი. ოჯახი, რომელიც შენს თავდადებას აქებდა ზუსტად იმ პროპორციით, რა პროპორციითაც მას ეკრდნობოდა. ისინი ბოროტები არ იყვნენ. ისინი კომფორტულად იყვნენ. და ადამიანის კომფორტი ყველაზე იაფი რამ არის მსოფლიოში, რაც შეიძლება მის სიყვარულში აგერიოს. კითხვა, რომელმაც დღეს არ უნდა დაგაძინოს, ის კი არ არის, არიან თუ არა ისინი კარგი ადამიანები. კითხვა უფრო ჩუმი და უარესია. რომელიმე მათგანს ოდესმე მართლა უნდოდა, რომ მთლიანი ყოფილიყავი, თუ უბრალოდ უნდოდი, რომ ყოფილიყავი ხელმისაწვდომი. შენ უკვე იცი, რომელმა შეიჯმუხნა წარბი, როცა პირველი საზღვარი დააწესე. შენ იგრძენი ეს ოდნავი გაცივება, ბრალდება, რომ შეიცვალე, რომ გაცივდი, რომ აღარ ხარ შენი თავი. ისინი ერთ რამეში მართლები იყვნენ.
შენ აღარ იყავი შენი ძველი თავი. შენ საბოლოოდ ნამდვილ საკუთარ თავად იქეცი. ნიჭი არასოდეს ყოფილა გრძნობა. ყველას, ვისაც პულსი აქვს, შეუძლია იგრძნოს. ნიჭი არის მემბრანა. და ეს იყო ზუსტად ის ერთადერთი რამ, რის ასაშენებლადაც მთელი ცხოვრება დახარჯეს, რომ არასდროს აგეშენებინა. ამიტომ შემდეგ ჯერზე, როცა იგრძნობ, რომ ოთახში რაღაც შეიცვალა, როცა უცხო ადამიანის სევდა შენკენ მოგორას როგორც შტორმი და შენი მთელი სხეული მიიწევს მის შესაძოვად, შეამჩნიე ნაპრალი. ის ნახევარი წამი, სადაც ძველი შენ უკვე ხელს გაიწვლიდა, დადნებოდა და მათში ჩაისხმებოდა. დადექი ამ ნაპრალში. იგრძენი როგორ მოდის შტორმი და როგორ იმსხრევა იმ კედელზე, რომელიც ბოლოს და ბოლოს ააშენე. და შემდეგ მთელი სამყაროს სითბოთი და ყოველგვარი იძულების გარეშე აირჩიე. ეს არჩევანი ჩუმი რამ არის. არავინ დაუკრავს დაშს, მაგრამ ეს არის ყველაზე ძლიერი რამ, რასაც ადამიანი, რომელიც გრძნობს ყველაფერს, ოდესმე გააკეთებს. და მას შემდეგ, რაც ამ ნაპრალში თუნდაც ერთხელ დადგები, აღარასოდეს შეგეშლება შენი სისხლდენა სიყვარულში. სანამ წახვალ კიდევ ერთი რამ. თუ ეს სიტყვები შენში შემოვიდა, თუ ფიორიმ დაგანახა ის, რასაც აქამდე გაურბოდი, შენ ახლა გაქვს არჩევანი. შეგიძლია დარჩე რიგით, პასიურ მომხმარებლად, რომელიც უბრალოდ იღებს, ან შეგიძლია გააგზავნოს სრულიად სხვა სიგნალი. როგორც უკვე გითხარი, პატრეონზე არ გელოდება ფარული ვიდეოები, მაგრამ ფიორის მხარდაჭერა არის შენი ალიანსი. ეს არის სიგნალი შენი ქვეცნობიერისთვის, რომ შენ მატერიალურად აფასებ იმას, რაც გაძლიერებს და უარს ამბობ მხოლოდ მიმღების პოზიციაში ყოფნაზე. ადამიანების უმეტესობა ახლა ამ ვიდეოს გამორთავს და ხვალ ისევ სხვის ტკივილში ჩაიხჯობა. ნუ დაემსგავსები მათ. ლინკი არხის აღწერაში და დაბინულ კომენტარშია. შეხვდებით ჭრილში.